2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში შემსვლელთა ასაკმა კიდევ ერთი თვით გადაიწია. ცვლილების მიხედვით დარეგისტრირება შეეძლებათ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია ტრადიციულად რამდენიმე ეტაპიანი იქნება. დაწყებითი საფეხურის დაწყების ასაკი არის, სკოლაში შესვლის ასაკი არის 6 წელი და ნებაყოფლობითია უკვე ვის რომელ მშობელსაც სურვილი აქვს, მისი შვილი თუ კი 31 დეკემბრის ჩათვლით გახდება 6 წლის, შესაძლებლობა ეძლევათ შეიყვანონ პირველ კლასში თავიანთი შვილები. პირველ კლასში რეგისტრაცია არის 4 ეტაპიანი. Ამ ეტაპზე სამინისტროს მიერ განსაზღვრულია ვადები, რომ სკოლებს დაევალათ 20 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით განსაზღვრონ კონკრეტული სკოლა 2025 წლის 2026 სასწავლო წლისთვის რამდენ პირველ კლასელს მიიღებს სკოლაში. ანუ ეს განისაზღვრება მისი ინფრასტრუქტურიდან, სკოლის სიმძლავრიდან გამომდინარე და ამ რაოდენობას შემდეგ ასახავს თავის ბრძანებასთან ერთად მართვის საინფორმაციო სისტემა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საყოველთაო ნათლობა იწყება. მსურველებმა რეგისტრაცია 24-დან 28 თებერვლის ჩათვლით უნდა გაიარონ. მღვდელმსახურ მამავაჟა სონღულაშვილის ინფორმაციით პატრიარქს უკვე 50,000-მდე ნათლული ყავს. დაიწყო საყოველთაო ნათლობის 71 ეტაპი და უკვე 50,000 გასცდა პატრიარქის ნათლულებს. და საოცარი რამ ხდება და ეს საყოველთაო ნათლობა 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით არის რეგისტრაცია, რა თქმა უნდა, საპატრიარქოში და მინდა აღვნიშნო, რომ აი პატრიარქის მართლაც და საოცარი ინიციატივა, რომელიც საქართველოში დემოგრაფიის სერიოზული პრობლემა გვაქვს და მცირეოდენით მაინც აუცილებლად შეცვალა პატრიარქის აი ამ ინიციატივამ უკვე 50,000-ზე მეტი ნათლული ყავს და 71 ეტაპი ახლა უკვე კიდე რამდენი მიემატება და რა თქმა უნდა ეს უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი წილი პასუხისგებლობა ჩვენი სამშობლოს წინაშე, ჩვენი მომავლის წინაშე და მარტო დემოგრაფიის მოგვარება არა, ჩვენ შვილებს სჭირდება სწორად აღზრდაც და რა თქმა უნდა მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით, მისი უწმინდესობის მუხჩაუხრელი შრომით და ფიქრით და ლოცვით, რა თქმა უნდა, მის ნათლულების და საქართველოს მომავალი არიან დალოცვილები და აუცილებლად საქართველოს და ქართველი ერი იქნება მეორად მოსვლამდე.